ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც სისუსტეები. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი სისუსტე არის, როდესაც ერთმანეთს განვიკითხავთ. მაგალითად, წარსულში თუ ადამიანი დაცემული იყო, ცუდად იქცეოდა და უცებ მოიქცა. ეს ერის კაცი იქნება თუ მღვდელი თუ რა ვიცი, მაღალი იერარქია არა აქვს მნიშვნელობა. და წარმოიდგინეთ ამას ხედავს მეორე მოძღვარი მისი მრევლი უსმენს თუნდაც. ხშირად მსმენია მსგავსი ისტორიები. ეტყვის რომ ამას არ მოусმინო ეს ისეთია. ის გარე მაცხოვარი პირიქით ეუბნებოდა თუნდაც ფარისევლებზე. მათ სიტყვებს უსმინეთ, მაგრამ მათ საქმეებს არ მიბაძოთო. მათ სმენასაც კი არ უკრძალავდა, თუ ისინი იცოდნენ რომ ჯულის ზედმიწევნით ასრულებდნენ ყველაფერს. მეორეს მხრივ რატო ხდება ასე? გვაქვს მაგალითი ნიკოდიმოსის. როდესაც ის ეუბნება წევრებს, სინედრიონის ანუ მსაჯულებს, უბრალოდ იესოზე, რომ მოდი ჯერ განსაჯოთ და მერე მივუსაჯოთ. ანუ რო არ ვიმსჯელოთ ისე, როგორ უნდა გამოუტანოთ განაჩენი. და ნიკოდიმოს ეუბნება რეებს ლაპარაკობ. უარი უთხრეს, გალილეიდან რამე კარგი შეიძლება მოდიოდეს? დაახლოებით ისეთია, აი იმ მღვდლიდან რამე კარგი შეიძლება მოდიოდეს? და წარსულზე შეიძლება მიუთითო ვიღაცის კონკრეტულად. რა შეიძლება მეც ვიღაცას არ მოვწონდი წარსულში. დაახლოებით ესე. კანც აქვს ესეთი აზრი. ადამიანი ღირებული არის თავისი მიზანში. ანუ ყველა ადამიანს აქვს თავისი მიზანი. შენ კი არ უნდა გამოიყენო შენი მიზნისთვის ადამიანები. ადამიანი თვითონ ატარებს თავის თავში მიზანს. ჩვენ თვითონ ინდივიდუალ ადამიანებს გვაქვს შესაძლებლობა ღმერთთან მყარი ურთიერთობის. ასე რომ თუ რამე კარგს ვისმენთ, მოусმინოთ და სიყვარულით გავაზიაროთ ერთმანეთში, რომ უფრო მყარი მართლმადიდებლობა გქონდეს ეგოიზმზე მაღლა დაფუძნებული. გაიხარეთ. ანუ ეგოიზმზე მაღლა ვამბობ, რომ ეგოიზმი დავანგრიოთ, ავმაღლდეთ და სიყვარული ავაშენოთ. იცოცხლეთ, მიყვარხართ.